18 ნოემბრის დილას დააკავეს მათე, მე იმ დროს სახლში ვიყავი და დილით 9:30-ზე დამირეკა დედამ. მათის ველაპარაკებოდიო და რაც მოულოდნელად გამიდიშა ტელეფონი და იქნებ გადაურეკო, როგორ არის რა ხდებაო და მე რო ვურეკავდი უკვე გათიშული იყო მობილური. არ მეგონა თუ დააკავებდნენ, მეგონა მობილური დაუჭდა და მაგიტო ვეღარ ახერხებდა დარეკვას და ვუთხარი დედას რომ მოვა სახლში, ანუ სად წავადგო, მაგრამ დაახლოებით 20 წუთის მერე Facebook-ზე დაიტოვეს ჯგუფში ვნახე კომენტარი, რომ მათესთვის ადვოკატს ეძებდნენ და დაკავებული იყო ადმინისტრაციული მუხლით. არ ვიცი მომენტში რა დამემართა, დედას არ ვუთხარი, რადგან საზღვარგარეთ არის და რო არ ენერვიულა, მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ესეა და ანუ რა უნდა გამიკეთებინა, უბრალოდ არ ვიცოდი. მერე უკვე ადვოკატსაც დავუკავშირდი, ვინც უშუალოდ უნდა შესულიყო მათესთან და მითხრა, რომ რამოდენიმე საათი ვერაფერს ვერ გავიგებდით და უნდა დაგვეცადა. 12:30-ზე დამირეკეს დიღმის იზოლატორიდან, რო იყავდათ მათე და თან ადვოკატიც შევიდა და ნუ ნახა როგორ იყო და რა მდგომარეობაში იყო. კარგად იყო, ანუ ნაცემი ან რაღაც არ იყო, იმ პერიოდში ჯერ არ ჰქონდათ, ჯერ კიდევ დაწყებული მსგავსი არაადამიანური ქმედებები, რაც შემდეგ განახორციელა. უბრალოდ დაკავების მომენტი იყო, რაც რა კადრებიც გავრცელდა, რომ იქ მოხდა ძალის გამოყენებით დაკავება, თორე ისე მანქანაში და ან გადაყვანის შემდეგ არა. ვიცოდით, რომ ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული და 48 საათში უნდა გამოეშვათ. დედამ გაიგო Facebook-იდან ფოტოები ნახა მათეს დაკავების და არ ვიცი, ანუ ძალიან განერვიულებული იყო და იმ მომენტში, ანუ ვერც კი, ანუ აღარ მინდა უბრალოდ გახსენება რა მდგომარეობაში იყო, რომ დამირეკა და მელაპარაკებოდა. იმიტომ რომ ზოგადად ეხა ყველა დედა ემოციურია შვილის მიმართ და განსაკუთრებით ესეც დროს, მაგრამ რაღაც დედა არის ხოლმე განსაკუთრებულად ემოციური და ეს შვილებთან დაკავშირებით როცა რაღაც ხდება, ყოველთვის ანუ ზედმეტადაც კი განიცდის ხოლმე და მით უმეტეს როცა აქ არ არის და ესეთი ამბავი ხდება. ნუ რაღაცნაირად გადავხარშეთ ეგ 48 საათში გამოვიდა და ნუ კაი არაუშავს ესე ჭყალებში რო ვთქვათ, იმიტომ რომ ეხა პირველი არ იყო ვინც დააკავეს და ყველა გამოვიდა 48 საათში, მაგრამ 48 საათი როცა გადიოდა, მე და მამა რომ მივედით დიღმის იზოლატორთან, როცა უნდა გამოეშვათ, გამოსული იზოლატორიდან პოლიციის ჯიხურთან გამოსასვლელში დახვდნენ რამოდენიმე პოლიციელი და აბრუნეს გვერდით შენობაში პოლიციის დეპარტამენტში. მაშინვე ადვოკატს დავურეკეთ, რა ხდებოდა და იქაც ვიკითხეთ და გვითხრეს, რომ უბრალოდ ფორმალობა იქნება, რამოდენიმე საბუთზე მოაწერინება ხელს და გამოუშვებენო, მაგრამ ამასობაში გავიდა 1 საათი, 2 საათი და 3 საათის მერე მირეკავს გამომძიებელი და მითხრა, რომ მათ ესე დავებოდნენ პოლიციელთა თავდასხმას და რომელიც ითვალისწინებდა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ვერ გავიაზრე რა მითხრა და მამას მივაწოდე ტელეფონი, რომ ვერ მივხვდი რა მითხრა თქონ, რაღაც ინფორმაციის მიღება არ უნდა და ჩემს ტვინს მე მგონი და მამამს რო სახეზე ფერი შეეცვალა და უკვე ამ რაღაც სხვანაირად ანერვიულდა, მივხვდი რომ უკვე აღარ იყო საქმე კარგად. მაშინვე დავურეკეთ ჩვენს ადვოკატებს. შეძლების დაგვარად სწრაფად მოვიდნენ ისინიც, შევიდნენ, ნახეს და გაირკვა, რომ ის რამოდენიმე საათი, როცა ჩვენ არ ვიცოდით მათეს შიგნით, მათე რო შეაბრუნეს შიგნით რა ხდებოდა, დაკითხვაზე ყავდათ შეყვანილი, ადვოკატის გარეშე მოხდა მათეს დაკითხვა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ ეღიარებინა ის, რაც არ ჩაუდენია. რა თქმა უნდა, არ უღიარებია და ბოლომდე გაიტანა თავისი სიმართლე. მეორე დღეს წაუყენეს ბრალი. და 1 საათში არც კი დაინიშნა სასამართლო პირველი, სადაც დატოვეს ორთვიან პატიმრობაში. ვერავინ ვერ მოასწრო მისვლა ჩემს გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრი მოდიოდა რეგიონიდან და მეგობრებიც თბილისში მყოფმა მეგობრებმა ვერ მოასწრეს პროცესზე მოსვლა.
მე და ჟურნალისტები ვისხედით მხოლოდ ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით, იმიტომ რომ ყველას ერთი პრობლემა გვაქვს. შეიძლება ვიღაცას ნარკოტიკი ჩაუდეს, ვიღაცას პოლიციის თემას ედავებიან, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ რეალურად ერთი რაღაცის გამოსხედანი სამდენი ადამიანი ციხეში და ერთი მტერი ყავს ჩვენ და რაღაც იმდენად გვიყვარს ერთმანეთი და იმდენად ერთგულები ვართ ერთმანეთის მიმართ, რომ ამდენი ხანია გვებრძვიან, მაინც ვერ გავკტეხეს და ვერც გავკტეხენ ვერც ჩვენ და ვერც პატიმრებს, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არის სამართალი და ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ და შესაბამისად ბოლომდე გავიტანთ ჩვენ სიმართლეს და როგორც ყოველთვის ვამბობთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ესეც იქნება ქვეყნის გულისთვის, პატიმრების გულისთვის და მომავლის გულისთვის. ვიცით ჩვენს მთავრობას რა უნდა და როდესაც მოქალაქეებმა ამოიღეს ხმა, მოხდა მათი დაკავება. მე დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ადამიანის ხმის ჩახშობა უნდათ, უბრალოდ აღარ გამოუვიდათ, მიხვდნენ, რომ ძალიან ღრმად შეტოპეს და იდეაში ვერც ეს ბიჭები და გოგოები გააჩუმეს. მამაღლა ამბობენ თავიანთ სათქმას წერილში იქნება თუ სასამართლოზე თუ სატელეფონო საუბრის დროს. სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული იყო და თან მახსოვს, რომ პირველ წერილში წერდა, რომ ბოდიშით რომ ესეთი პრობლემის წინაშე დაგაყენეთ, იმიტომ რომ არ მინდოდაო. წინა ღამეს დაახლოებით 12-ზე გავიდა სახლიდან და ვეუბნებოდით, რომ დაისვენე სახლში თან წინა ღამეებიც გათენებული ჰქონდა 2-3 ღამე. თბილისში იყო უკვე ჩამოსული და დარჩი ერთი ღამე დაისვენე სახლში ხვალ გადი და არ ჯიუტად მაინც გავიდა და დილით უკვე გავიგეთ დაკავების ამბავ. არ ვიცი, თუ იქ თუ არ უნდა გასულიყო, მე ვიცი, რომ მათე ვერ მოითმენდა მაგას და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია მათე მაგ სიტუაციაში, იმიტომ რომ პატარაობიდან სიმართლის დამცველი იყო განსაკუთრებით და თან ის პირდაპირ არაფერს არ ერიდებოდა. პირდაპირ მიდიოდა ხოლმე სიმართლის დასაცავად ყველაფრის მიუხედავად და ვერ წარმომიდგენია, რომ მათე დარჩენილი იყო იმ დღეს სახლში. სინაქლისაციებდა უსასრულო წვრიაში. უბრალოდ არ უყვარდა თავის წარმოჩენა პატარაობიდან, რაღაც ჩრდილში უნდა ხოლმე ყოველთვის ყოფნა და ეხლაც რაღაც გონია ხოლმე, რომ ძალიან უბრალო წერილია იქ წერილიც რო გავრცელდა გაზეთში რო დაბეჭდეს. არ ეგონა თუ ამხელა გამოხმაურება მოყვებოდა მის წერილს და არ მომწონდაო მეო ეგ წერილიო და მინდოდაო რომ ეგ არ დაებეჭდათო. უბრალოდ ვეღარ მომასწარი სხვა წერილის გაგზავნაო, მაგრამ ისე ვფიქრობ, რომ აუცილებელიც კი იყო მაგ მხარის დანახვა, იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა კარგად მოგვაჩვენონ პატიმრებმა თავი, რომ აი ჩვენ კარგად ვართ, ხნედ ვართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ექნებათ ისეთი მომენტები, რომ შეიძლება ყველაფერზე გქონდეთ იმ მომენტში და იმ წამში ხელი ჩაქნეული, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარია, რომ ეგ წამიერი სისუსტეც გადალახონ. ადამიანური მომენტია ეგ და გარეთ მყოფებს გვაქვს ხოლმე მსგავსი მომენტი და როცა 4 კედელში ხარ გამომწყდეული და ფიქრის მეტი არაფერი არ გაქვს დარჩენილი, მე მაგალითად ნორმალურად მიმაჩნია, თუნდაც მათეს ეგ წერილი, იმიტომ რომ მე არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორიც მათი არ ვთვლი ჩემ თავს ესე ძლიერად. მათემ როგორც დაგვანახა საკუთარი თავი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლა არ მოველოდი, აი კი ვიცოდი, რომ რაღაც სხვანაირი იყო, ისეთი არ იყო როგორც თავს გვაჩვენებდა, უფრო ძლიერი იყო, ბევრად რაღაც სხვანაირი ადამიანი იყო, მაგრამ ანუ ეს ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც რაღაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ნამდვილად ახლიდან გავიცანით. ჩვენი ოჯახის მხრიდან ერთი სიტყვაც არ ყოფილა მათეს მიმართულებით, რომ რატო გახვედი, ან საერთოდ რატო გადიოდი პირიქით, ანუ თუ სხვები გვეუბნებიან, რაღაც ანუ პირდაპირ რამის ვეჩხუბო ხოლმე, რომ რას ქვია, რისთვის. შენდასაც შენი მომავლისთვის გავიდა და შენდასაც ავად გავიდა, რომ ხვალე შენ რუსეთში არ გაიგვიძო.
მან სოფელში ვარ თან წასულები და რომ მივდიოდით ხოლმე ფანდურით და სალამურით მივდიოდით. მეზობლები რო გაიგებდნენ ხოლმე ფანდურის ხმას მიხვდებოდნენ რომ შვილიშვილები ვიყავით ჩასულები. თელავშიც მუსიკაზე რომ მივდიოდით ხოლმე არ მოვდიოდით, ფანდური ჰქონდა გადაკიდებული და დაკვირით მივდიოდით გზაში. გიტარასთან 2 წელია დაახლოებით. არ იცოდა დაკვირა, არ დავდიოდით გიტარაზე ბავშვობაში და დაინტერესდა და მეგობრებმა სწავლეს დაკვირა. და ბოლოს ბენდიც შექმნეს ერთად და ერთად უკრავდნენ ხოლმე. ბოლოს ანუ ნიჭიც აქვს მუსიკის და თვითონ დაიწყო მე ბევრი რამის სწავლა გიტარაზე ხან თვითონ აწყობდა ხოლმე მელოდიებს და ეხლაც იქ მოიფიქრა რაღაც მელოდია, რომელიც უბრალოდ ნუ რა თქმა უნდა არ დაუკვირია ჯერ, მაგრამ ფიქრობს რა გამოვა ჩაწერა უნდა. ხოლმე გეკითხა რომ რაღაც იდეა მაქვს, რომელიც მარტო ტვინში მაქვს, ან ფურცელზეც არ გადაუტანია. და არ დამოვიწყდებავ და რო გამოვალ აუცილებლად უნდა ჩავწერო ველოდებით. სანახავად რო ვიყავით მე და ბებო შესულები, ამ ხელს წერილების დასტა გამომიტანა და მაჩვენ აი ამდენი წერილი მაქვს და ისე უხარო და მე ანუ ეს ბრძოლის ქნა უნდა ამერჩია ან ჩემი პირადი მხარე და მივხვდი რომ ამ შემთხვევაში პრიორიტეტული ჩემი თავი არ არის, იმიტომ რომ საქმე მარტო მათეში აღარ არის უკვე აქ ჩვენ ვებრძვით თავრობას, რომელიც გაგიჟებული მიგვაქანებს რუსეთში და თან ამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე რაც უნდა დავამთავრო მგონია რომ თუ რუსეთში ვიქნები ეგ პროფესია საერთოდ აღარ იქნება და რა შემჭირდება ის დიპლომი სოციალური მუშაკი ვიქნები სოციალური მუშაობის მიმართულებით ვსწავლობდა ადამიანს ვაყენებ პირველ რიგში წინ განსაკუთრებით რაც იქ ვისწავლე უნივერსიტეტში პირველ რიგში ადამიანია ჩემთვის მთავარი და არ იქნებოდა სწორი და ჩემ თავს ალბათ არასოდეს არ ვაპატიებდი რომ უნივერსიტეტი გამეგრძელებინა და რაღაც ჩემი ძმისთვის იმ მომენტში რაღაც მომეკლო ან თუნდაც იმ პროცესებისთვის რაც ეხლა ამ პერიოდში მიმდინარეობს. სადღაც 1% იყო იმის იმედი რომ რაღაც გარდამტეხი მოხდებოდა. მაგრამ არ გამკვირვებია სიმართლე გითხრათ, ეგ განაჩენი რომ გამოიტანეს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი ახლა ნინო რა მდგომარეობაშია. მათ ეს პროცესის მერე სურათებშიც კი ეტყობა და სხვა ბიჭების პროცესებზეც რომ მივდივარ ხოლმე, სრულიად მიწასთან არის ეს ქალი განადგურებული და უბრალოდ არ მისმის რა უღირს ეგ ყველაფერი. თვითონ ხო იცის რომ მალე დამთავრდება და რატომ იყვება იმ ობსკურში ვისაც არ უნდა გაყვეს. ხო იცის რომ ანუ არც ერთ რეჟიმს მსოფლიოში არავის არ შერჩენია ის სიბოროტე რაც უნდათ რომ დარჩენილიყო და თავისი გაეტანათ და არც ესენი იქნებიან გამონაკლისები დროის საკითხია შეიძლება ხვალ გავიყვიდოთ და თავზე გქონდეთ ყველაფერი დამხობილი ჯერ ისედაც ვხედავთ ყოველდღიურად იშლებიან ჯერ რაც ჩანს და რასაც ვერ ვხედავთ შიგნით რა ხდება შიდა სამზარეულოში კი ანუ მათ ეს რო ვახსენებთ ხოლმე რომ გვეტირება ვცდილობთ ხოლმე რაღაც ცოტა ისეთი სასაცილო მომენტებიც გავხსენოთ მაგრამ უმეტესად მაინც ესე ვართ რო ვლაპარაკობთ ხოლმე სულ გვეტირება ყველას. თავარია რომ რაღაც გვერდში დგომას მაინც ვგრძნობთ. რაღაც ისეთი რომ მოხდეს გააქვს იმის იმედი რომ შენ რო დახმარება დაგჭირდეს იმ ადამიანისგან ის უარს არ გეტყვის, იმიტომ რომ ეხლა გამოჩნდა ზუსტად ძალიან ბევრი ადამიანის სახე რეალურად ვინ არიან და რას წარმოადგენენ და მე ვფიქრობ ამ პერიოდს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პირადად ჩემთვის ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე. აი ბევრი ახლობლის მაგივრად იმდენი უცხო ადამიანი დაგვიდგა ჩვენ პირადად გვერდით რომ მე სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის იმდენი ადამიანისგან ვიგრძენი რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება ან თუნდაც გამხნევების მესიჯი რომ უბრალოდ ყველაფერი კარგად იქნება ეგეც კი არ მოვწერიათ ან არ დაურეკავთ და აი არ ვიცი ან მგონია რომ უბრალოდ ეშინიათ რომ იქ ან სამსახურიდან არ გაანთავისუფლონ ან არ ვიცი ან მართლა ვერ ხვდები და მე ბევრჯერ მithქვამს და დღესაც ვამბობ რომ ის სამსახურიც
არ გექნება ბოლოს თუ ხმა არ მოიღე და რად გიღირს დღეს ეგ სამსახური. ხვალზე შეიძლება საერთოდ ქვეყანა აღარც იყოს და კომპეტენტური არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ რაღაც კი ჩვეულებრივი მოქალაქე რაღაც მგონია რომ გაურკვევლობაში ვართ, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია როცა ერთმაგიდასთან ვერ ჯდება და ერთ გადაწყვეტილებამდე ვერ მიდის, როცა ქვეყანაში ამხელა პრობლემა გვაქვს, ეს ძალიან ცუდია. და როცა გაგიყალბეს არჩევნები და შენ ფიქრობ, რომ მეორე არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ისევ ის როცა ატარებს და თან იმ პირობებს გთავაზობს, რაშიც 100%-იანი იცი, რომ შენ იქ წაგებული ხარ, ეგ არ მგონია სწორი. არჩევნები თუ ჩატარდება, უნდა ჩატარდეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საპარლამენტო და უნდა ჩატარდეს იმ ყველა კანონის დაცვით, რაც საბოლოოდ გამოავლენს ხალხის ნამდვილ არჩევანს. მე ასე მიმაჩნია და მართლა არ ვიცი რის იმედად შედიან. მაგ არჩევნებში რის იმედად უნდა მიიღონ მონაწილეობა და როგორც დავაფიქსირე, მაშინ ოჯახის წევრების აზრი, რომ ჩვენ ვუცხადებთ ბოიკოტს ამათ ჩატარებულ არჩევნებს, ეხლაც იმ აზრზე ვარ მე პირადად და სხვა ოჯახის წევრებიც იგივე აზრზე არიან. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ამათთან არანაირი დათმობაზე წასვლა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ როგორც ოქტომბერში მოგვატყუეს და შემდეგ რა საშინელებებიც გააკეთეს, ამათი ნდობა არაფერში აღარ შეიძლებოდა. და დღეს როცა პარტია გეუბნება, რომ არჩევნებში უნდა მივიღო მონაწილეობა და იმის იმედი აქვს, რომ თბილისში ან თუნდაც რომელიმე ერთ რეგიონში გაიმარჯვებს, ეგ არ არის საკმარისი. ის მთლიანად უნდა უარყო, როგორც აქამდე აკეთებდი და ბოლომდე უნდა შეუნარჩუნო არალეგიტიმურობა, როგორც ადგილობრივ დონეზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე და ის თვითონვე დაემხობა. ჩვენ თავს უსვამ ხოლმე კითხვას, რომ მეტი რაღა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, რომ ხალხმა გაიღვიძოს და ეს მთავრობა რა თქმა უნდა არ გვაკვირვებს და უბრალოდ სულ გვაკვირვებს და ახალ რაღაცეებს მოშრებიან, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ მისჯები რო დაიწყებოდა, თუნდაც ეს პატიმრებს რო არ გამოუშვებდნენ და ამდენი ხანი გაიწელებოდა ეს პროცესები, რაღაც ბიძგები იქნებოდა ხალხის მხრიდან და უფრო პროტესტის ფორმა რაღაც უფრო ძაფრი გახდებოდა და ეფექტურით, მაგრამ რატომღაც ცოტა მოვიკოჭლეთ მაგაში, მაგრამ თავარია, რომ რაღაც გარკვეული ადამიანები არსებობენ, ვისაც ნამდვილად ადარდებთ და შეიძლება ყოველ დღე ვერ გამოდიან, თქვათ რუსთაველზე ან რაღაც, მაგრამ მე ვიცი და მეგობრებიან ადამიანები, რომ ისინი ჩემს გვერდით არიან. სასამართლოზეც ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანების ყოფნა ჯერ ერთი, რომ პატიმარმა იცის, რომ გარეთ ხალხი დგა მისთვის და ეს მათთვის არ ვიცი რამხელა რამეა. ბოლო პროცესში მე რომ მათ ეს დანიშნა, რომ ბევრი ხალხი ამეთქი გარეთ რაღაც სახე გაუნათ და არ ვიცი, ისე გაუხარდა და ყველა ესეა. მინდაც ის პროცესიც რომ უთხარით, რომ ხალხი იყო გარეთ, ანუ რაღაც აი სასწაულის სიხარულის გრძნობა აქვთ ამ ბიჭებს და გოგოებსაც და ვფიქრობ, რომ ეს ესე უნდა გაგრძელდეს და თითოეულ პატიმარს უნდა დავანახოთ ჩვენი გვერდზე დგომა, რომ მათ გვერდით ვართ და მარტო არ არიან და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გულისთვის.